მოგესალმებით, დღეს ჩვენ გვაქვს საგანგებო ეთერი. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისათვის, რომ მივმართოთ მთავრობას და ძალიან გთხოვთ, თუ კი ვინმე გულშემატკივარი მათი უყურებს ამ გადაცემას, მიაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია და დაუსვათ აი ეს კითხვები, რომელსაც ჩვენ ახლა დავუსვამთ. საქმე ეხება იმას, რაც გვეხება აბსოლუტურად ყველა ჩვენთაგანს. მიუხედავად ჩვენი რელიგიური, ეროვნული და პოლიტიკური განწყობებისა. ეს არის ჯანმოს სამიტი, რომელიც მიმდინარეობს ახლა ჟენევაში, ეს არის 78 სამიტი რიგით. იქ მიმდინარეობს განხილვა ძალიან სერიოზული დოკუმენტის. ეს არის ახალი პანდემიური ხელშეკრულება. ვინც თვალს ყურს ადევნებდა შარშანდლიდან მოყოლებული, ახსოვს, რომ შარშან ეს ჩავარდა ეს დოკუმენტი, იმიტომ რომ ჩაითვალა ანტიკონსტიტუციურად, ანტიდემოკრატიულად და ადამიანის უფლებების დამრღვევ დოკუმენტად. წელს ცოტა შერბილებული ვერსია არის წარდგენილი, რომელიც არ იყო გამოქვეყნებული და წინასწარ განხილვაში არ ყოფილა. წარმომადგენლები დააყენეს პირდაპირ ფაქტის წინაშე, რომ ხელი უნდა მოეწეროს აი ამ დოკუმენტს. და როგორც განაცხადეს ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლება ამ სამიტის დროს, იყო საკმაოდ დიდი ზეწოლა რამდენიმე ქვეყნისგან, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისგან, სხვადასხვა 100-ზე მეტ ქვეყანაზე. ძალიან უცნაური რაღაცები ხდება ამ სამიტზე, არის ფაქტიურად გასაიდუმლოებული და აქ ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, როგორც Facebook-ით, ასევე ჭორების სახითაც. ამიტომ ჩვენ გვინდა რეალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ თემის შესახებ. ჩვენი დელეგაცია ესწრება თავიდანვე ჩვენი ჯანმრთელობის მინისტრის ხელმძღვანელობით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოულოდნელად ჩვენთვის არის ძალიან ჩახუტებული ჯანმოს ხელმძღვანელობასთან, თადაც მათ შორის პირადად ბატონ დირექტორთან, ანუ აი შავკაც რო ვეძახი ჩვენ, ანუ თედროსთან. რაც არ არის კარგი მაჩვენებელი. ისიც ბევრს მოეხსენება, რომ 2 თვის წინ, მარტის დასაწყისში უბრალოდ გაკეთდა პეტიცია ჯანმოდან გამოსვლის თაობაზე, რასაც ეთანხმება და ითხოვს ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა ალბათ 90%. თუ არა 100%. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც არის ფინანსურად დამოკიდებულები ჯანმოზე და აქვთ გარკვეული მოგება აქედან. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ აი იმ მოსახლეობის სახელით, რომელიც გვწერს, გვიყრეკავს, გვიკავშირდება, ხვდება ქუჩაში გვაჩერებენ და ვიცით მოსახლეობის განწყობა. დღესდღეობით მიტინგების ჩატარებას ჩვენ არ ვაპირებთ და ვაკავებთ მოსახლეობას, რომ არ გამოვიდნენ ქუჩაში, მათ აქვს ჩვენი იმედი, ამიტომ ჩვენ მოქმედებთ სულ სხვა მიმართულებით, ანუ ცივილური ფორმებით, თუმცა მიტინგები ეს არის უკვე უკიდურესი ზომა, ესე ვთქვათ. ჩვენ ჩავატარეთ 12 აპრილს კონფერენცია სამეცნიერო, სადაც გამოვთქვი ჩვენი აზრები ამასთან დაკავშირებით. შემდეგ გავაკეთეთ კლიპის ტიპის მიმართვა, რომელიც ასევე გავრცელდა ყველანაირ სოციალურ ქსელებში და ძალიან ბევრმა ნახა და რა თქმა უნდა მთავრობის წევრებმაც. მივწერეთ აი ამ კონფერენციის სახელით რამდენიმე უწყებას, კერძოდ პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს და მივმართეთ მათ. იმის თაობაზე, რომ საქართველოს გამოვიდეს ჟანმოდან და არ იქნას არანაირი ხელმოწერები, დოკუმენტები ხელმოწერილი მათთან. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გაგვცეს არანაირი პასუხი, არის აბსოლუტური იგნორირება, არც კი არც არა, არც დაუბარები ვართ, არც შეხვედრები ყოფილა, იგივე პეტიცია არის ჰაერში გამოკიდებული მისი ბედი, მაგრამ იმის პატივიც კი არ დაგვდეს, რომ თუნდაც უარი გვითხრან და არგუმენტირებულად აგვიხსნან, რატო ამბობენ ამაზე უარს. ამასობაში ჩუმად მიდის ჩვენი დელეგაცია და პირველივე დღეს მალაზიის წარმომადგენელს უსმენთ, რომელსაც ჰქონდა დელეგირებული ჩვენი დელეგაციის უფლებები და რომელიც აცხადებს, რომ ჯანმო არის არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი ორგანიზაცია, უბღერისმას დიფერ ამბებს და გამოდის იმის მოთხოვნით, რომ მას გაუფართოვდეს უფლებები იურიდიული და მოემატოს დაფინანსება და გარკვევით ამბობს, რომ ამაში თანამონაწილე არის საქართველოც. ეს ძალიან ცუდად გვენიშნა, შემდეგ იყო რამდენიმე შეხვედრა, რომელიც ჩვენმა ტელევიზიებმაც გააშუქეს
ჩვენი მინისტრისა ჯანმოს თავმჯდომარესთან, რეგიონალურ ხელმძღვანელებთან და ითქვა სიამაყით ის, რომ ჯანმოსთან ბევრი სხვადასხვა ხელშეკრულება გაფორმდა და წავიდა დათბობა ურთიერთობებისა. ეს არის ის, რის წინააღმდეგიც გამოდის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვიმეორებ, რომელთა სახელითაც ჩვენ ეხლა გესაუბრებით. ჩვენ გვინდა დავსვათ ესეთი კითხვა, მეგობრებო. ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მიყვებიან პროამერიკულ კურსს და მხარს უჭერენ ტრამპის ახალ მთავრობას. მაშინ მინდა დავსვა კითხვა. თუ კი ტრამპი და მისი ამერიკული მთავრობა გამოდიან ჯანმოდან და მოუწოდებენ სხვა ქვეყნებსაც, რომ მიბაძონ მათ მაგალითს და ჩვენ ამ დროს მივდივართ ისევ ჯანმოში, ისევ უწერთ ხელშეკრულებებზე ხელს, ისევ ვართ მათი აპოლოგეტები და ბედნიერები, საუბრობთ იმაზე, რომ რა კარგია ჯანმო და გადავცემთ მას ყველანაირ უფლებებს და ვაქცევთ ჩვენ ქვეყანას ჯანმოს პირდაპირ დაქვემდებარებაში. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს ხელშეკრულება უნდა იყოს განხილული იმ ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც შარშან იყო მიღებული 77-3-ზე. ამაზე არაერთხელ ლაპარაკობს თვითონ თედროსიც, რომ ეს ორი ხელშეკრულება არის ურთიერთ შემავსებელი და აი ამ ახალ ხელშეკრულებაშიც, პანდემიურ ხელშეკრულებაშიც არის არანერთხელ მითითებული, რომ იმ ხელშეკრულების პუნქტებით უნდა იხელმძღვანელონ. ანუ ეს მეორე არის სანიტარული სამედიცინო რეგულაციები, ეგრეთ წოდებული. როდესაც ეს ორი დოკუმენტი ერთად დაიდება, გამოდის, რომ ჩვენ ხვდებით ჯანმოს მუდმივ მონობაში, პირდაპირ რომ ვთქვათ. და ის გააკეთებს ყველაფერს, რაც უნდა. რა გააკეთა ჯანმომ, როცა ის იყო საკონსულტაციო ორგანო, ჩვენ უკვე ვნახეთ და ვიწვნიენ ჩვენ თავზე და ამის გამეორება არავის აღარ უნდა, არც იმ ჩაკეტვების, არც იმ რაღაც აბსურდული ნორმატივების, რომელიც დაგვიწესეს მაშინ და არც სავალდებულო აცრების. და კარგად ვიცით, რომ ცხადდება, რომ 100%-იანი აცრები უნდა იყოს და ეს იქნება ძალდატანებითი ჯანმოს დახმარებით. თუ ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს, ისინი გარედან დაგვეხმარებიან სხვა ქვეყნებთან ერთად. ამ ხელშეკრულების სამკითხავი ნებისმიერი, ამას არ უნდა არც ექიმობა, არც იურისტობა, ნებისმიერი გაიგებს რაზეა საუბარი. და მე მინდა დაუსვა კითხვა ჩვენ მთავრობას. იქნებ გაგვარკვიოთ, რა მიმართულებით მიდის ჩვენი ქვეყანა. თუ ჩვენ ვებრძვით deep states, მაშინ რა გვინდა ჯანმოში, რომელიც არის deep state-ის ერთ-ერთი წამყვანი საცეცი და რომლის მეშვეობითაც გლობალისტები ცდილობენ, რომ დაამყარონ მსოფლიო დიქტატურა. მსოფლიოში ვეღარ დაამყარებენ, იმიტომ რომ ამერიკა და რამდენიმე ქვეყანა გადის, მაგრამ დაამყარებენ იმ ქვეყნებში, რომლებიც მოუწერენ ხელს აი ამ ხელშეკრულებაზე. და სამუდამოდ ვალდებულებს ვიღებ ჩვენ თავზე. თუ კი სახელმწიფოს უნდა რომ ჩაატაროს აქ ტერორიზმი, ანუ სამედიცინო ტერორიზმზეა ლაპარაკი, დაარღვიოს ყველანაირი ჩვენი უფლება და ჯანმოს ხელით აკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გადააბრალოს ჯანმოს, ეს მასაკითხია, მაშინ ყველაფერი გასაგებია და ჩვენ ამის ეჭვები უკვე გვაქვს. ჩვენ კი არა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს. ეხლა აქვს ხელისუფლებას იმის მომენტი და შანსი, რომ დაანახოს ამერიკას, რომ ისინი რომ ჩვენ მართლა გვინდა ამერიკასთან მეგობრობა, მაგრამ რატომღაც ამ შანსს არ იყენებენ. ასევე ეხლა გაქვთ ჩვენო ხელისუფლება იმის შანსი, რომ დაანახოთ მოსახლეობას, რომ თქვენ ნამდვილად არ გინდა ჩვენი განადგურება. იმიტომ რომ აქ დგას უკვე ჩვენი სიცოცხლის საკითხი, ყოფნა არ ყოფნის. ჩვენ არანაირად არ დაუშვებთ იმას, რომ ვიღაცამ გადაგცრას ძალით და ვიღაცამ გადაცრას ჩვენი ბავშვები, რისი წინაპირობებიც უკვე გამოკვეთილია. ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო
განათლების სამინისტროსთან ერთად უკვე ამზადებს სკოლებს იმისათვის, რომ მშობლის ნებართვის გარეშე მოხდეს ბავშვების აცრა, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ ისინი თავაზობენ აბსოლუტურად აბსურდულ ხელშეკრულებას, რომელზეც არ აწერენ მშობლები ხელს, რომლებიც აზრზე არიან მოსულები და გამოფხიზლებულები და ხვდებიან, რას უკადნის ეს ხელშეკრულება მათ ბავშვებს. და არის უკვე გარკვეული წინააღმდეგობა. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თუ კი ჯანმოსთან აი ეს ხელშეკრულებები დაიდება და თუ კი აღარ შეისმენ თქვენ ხალხის აზრს, მაშინ ჩვენ ამ ადამიანებს ვეღარ გავაჩერებთ. ეს არის ჩვენი ბოლო მცდელობა, რომ ცივილური მოლაპარაკების გზით, რომ შეიძლება გაგესაუბროთ, აგიხსნათ და გაგაგებინოთ რა შეა საქმე, იმიტომ ვიტოვებ ჯერ კიდევ იმედს, რომ ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ თქვენ არ ახართ ჩახედულები იმაში თუ რას აკეთებთ, ანუ რას აწერს ჯანმრთელობის მინისტრი დღესდღეობით ხელს. გვესმის, რომ ძალიან დაკავებულები ხართ და შეიძლება იყოთ შეცდომაში შეყვანილები. ვიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტოვებთ შანსს და თქვენს გაძლევთ იმის შანსს, რომ დაგველაპარაკოთ და გაიგოთ შეისმინოთ ხალხის ხმა. მე მინდა ეხლა წარმოგიდგინოთ ერთი დოკუმენტი, რომლის ავტორიც არის რობერტ კენედი უმცროსი, ანუ ტრამპის მარჯვენა ხელი, ანუ ჯანმრთელობის მინისტრი ამერიკის. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი ფიგურაა, მოგეხსენებათ, რომ ამერიკა გადის ჯანმუდან და ის, რა თქმა უნდა, თვითონ არ ჩასულა, მაგრამ გააგზავნა ვიდეო მიმართვა, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ ბატონის ზურაბ ხუმსირაშვილი, პროფესორი, ექიმი, ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენი თანამოაზრე და ერთ-ერთი თქვენი აქტიურად დამცავი თქვენი უფლებების და თქვენი ჯანმრთელობის და შეიძლება ითქვას, რომ უკვე თქვენი სიცოცხლის მეგობრებო. ბატონო ზურაბ, ძალიან გთხოვთ, წაგვიკითხოთ რა მიმართვა გააკეთა რობერტ კენედიმ ჯანმოს სამიტის მიმართ. მოგესალმებით, მეგობრებო. როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავებით ბაიდენის ადმინისტრაციისგან სრულიად სხვა მიმართულებით მუშაობს და სრულიად სხვა დამოკიდებულება აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ფარმაკომპანიებთან, სამედიცინო ბიზნესის ელიტებთან და სხვათა შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებასთანაც. რამაც უნდა ძირეულად შეცვალოს ის მახინჯი მხარეები, რომელიც ჰქონდა აქამდე აი ამ სისტემებს. როგორც ცნობილია, რობერტ კენედი გამოვიდა და მოუწოდა ყველა ქვეყნების მთავრობებს, რომ ისევე დატო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რადგანაც მას აქვს საფუძველი იმის, რომ დაასახელოს სხვადასხვა ის უარყოფითი მომენტები და ფაქტები, რაც იყო წინა პერიოდში, რაც ყველამ კარგად ვნახეთ და კონკრეტულად იგი ასახელებს ჩინეთიდან დაწყებულ აი ამ ეგრეთ წოდებული ვირუსის თემას, როდესაც ჩინეთი ფარავდა იმ ფაქტს, რომ კოვიდი არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შემდეგ ის აბნელებდა ღამურებიდან გავრცელებას და ხელს აფარებდნენ იმ უხანის ლაბორატორიას, საიდანაც გავრცელდა ეს ვირუსი. ამ დროს ჩინეთთან სრულ ალიანსში იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რაც დიდ ეჭვებსაც იწვევდა იმ დროსაც. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი აბსურდული რეგულაციების შემოიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ავრცელებდა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც მასზე არის დამოკიდებული და კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა საქართველოში ამ დროს. რობერტ კენედი ასევე სხვადასხვა ფაქტებზე საუბრობს, უარყოფით ფაქტებზე და ყველანაირად მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომ დატოვონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რადგან დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ორგანიზაცია ემსახურება სხვადასხვა ფინანსურ ელიტებს, ფარმაკოკომპანიებს და ასე შემდეგ და არა სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას. ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც რობერტ კენედი მომხრე არის, რომ ყველა ქვეყანამ დატოვოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ის აქვე საუბრობს იმაზე, რომ ის მზად არის რომ ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყნის მთავრობასთან ჯანდაცვის და სხვა მიმართულებით. ეს არის ძირითადი, რასაც ის პირდაპირ მოუწოდებს ყველა ქვეყნების მინისტრებს, რომ დატოვეთ და შემოგვიერთდით.
მე მგონი აი ამ მომენტით უნდა ესარგებლა ჩვენ ჯანდაცვის მინისტრსაც და ჩვენ მთავრობასაც. როდესაც ჩვენი პრემიერი წერს წერილს ამერიკას და საყვედურობს, რომ არ გვაქცევენ სათანადო ყურადღებას, როცა აპროტესტებენ იმ წერილს, რომელიც გააკეთეს, რა ქვია, მეგობრობის აქტი, მაშინ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ როცა ხელს გიწვდიან და გეუბნებიან, რომ შემოგვიერთით და შევქმნათ ერთიანი სისტემა ჯანდაცვის, რომელიც იზრუნებს მსოფლიოში ადამიანების ჯანმრთელობაზე და არ იქნება დამოკიდებული და მსახური დამფინანსებლებისა, ანუ აი იმ დიდი კორპორაციებისა, ჩვენ ამაზე ხელი უნდა ეს გამოწვილი ხელი უნდა მივიღოთ და უნდა ჩამოვეკიდოთ მას პირიქით და იქით უნდა ვეხვეწებოდეთ. აი ამის არ გამოყენება, მეგობრებო, არაფრით არ შეიძლება და სრულიად გაუგებარია და ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ამ თემაზე განმარტება მინდა გააკეთოს ქალბატონმა ნონა აღდგომელაშვილმა, რომელიც კარგად არის მოსახლეობისთვის ცნობილი ადამიანი, რომელიც ხმალა მოღებილი იბრძვის პანდემიის პირველი დღიდან და რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ბევრი თქვენთაგანი არ არის დღეს აცრილი. თუნ ქალბატონო ნონა. მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, მადლობა მოწვევისათვის. მე მახსენდება არჩევნების დროს, როგორ თანამოაზრეებიც კი გვამონათებდნენ იმაზე, რომ ტრამპის მხარდამჭერები და ტრამპისტები ვიყავით თურმე. მაგრამ ჩვენ არ ვეხებით საერთოდ ტრამპის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ჩვენ გვაინტერესებდა მოვიდოდა თუ არა ხელისუფლებაში, კონკრეტულად ჯანდაცვას ჩაიბარებდა თუ არა ბატონი რობერტ კენედი. ეს ნამდვილად იყო ჩვენი ინტერესი, იმიტომ რომ ქონდა მოლოდინი, რომ სადღაც რომელიღაც ქვეყანაში გააჩნდებოდა პრეცედენტი და მოხდებოდა ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია. ნამდვილად ესე მოხდა, სულ რაღაც 3 თუ 4 თვის არჩეული არის ამ თანამდებობაზე და რეალურად მთელი ჯანდაცვის სისტემის ძირეული გარდაქმნას ჩაუყარა საფუძველი. მე მინდა ეხლა წავიკითხო 22 მაისს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ეხებოდა ბავშვებში ქრონიკული დაავადებების წარმომშრომლ მიზეზებს, ანუ რაც მოასწრო ამ ადამიანმა 3-4 თვის განმავლობაში, რაზეც იმუშავა, რა კვლევებიც მოიძიეს და ჩადეს ანგარიში, რომელიც ტრამპს უნდა წარედგინოს უკვე აგვისტოში, აი იქ გამოყო რამდენიმე მიზეზი და მე მინდა ტელემაყურებელმაც იცოდეს ამ მიზეზების შესახებ, იმიტომ რომ ეს არის აი გარკვეული პროგრამა, რომელზეც უნდა საუბრობდეს აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი და მათ შორის ჩვენი ჯანდაცვის მინისტრიც. პირველ მიზეზად ის ასახელებს არასწორ კვებას, საღებავებს, განსაკუთრებით მოგეხსენებათ ტელეიმედმაც გადმოსცა ეს ეგრეთ წოდებული წითელი ხოჭო, რომელსაც ფქვავენ და მერე საღებავად იყენებენ, ტოქსიკური არის, არომატიზატორები, ხელოვნური დამატკბობლები, ეს არის ანუ არაბუნებრივი საკვები, ნივთიერებები, რომელიც დიდი რაოდენობით ხდება საკვებში და რომლითაც იკვებებიან ბავშვები. მეორე მიზეზად მან დაასახელა გარემოში არსებული ქიმიური ნივთიერებები. ანუ ესეთი ნივთიერებები, რომელიც არ უნდა იყოს, მაგალითად, ჰაერში არ უნდა იყოს ქიმიური ბილიკებიდან გაფრქვეული სტრონციუმისა და ბარიუმის ოქსიდები, ან სხვა ნივთიერებები, ხო? ჰაერში სხვა ნაწილაკები უნდა იყოს. წყალში არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით ფტორი. და ასე შემდეგ, იქ ლაპარაკი არის ასევე შხამქიმიკატებზე, ზღვაში ჩაღვრილ სხვადასხვა ნივთიერებებზე, რომლებითაც თევზები იკვებებიან და ასე შემდეგ. მესამე მიზეზად დაასახელა ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მოგეხსენებათ 21 საუკუნეა და ბავშვებს 24 საათი ხელში უჭირავთ მობილური ტელეფონი ან ზიან ლეპტოპებთან, რაც იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს, ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვითარდებათ ეკრანზე მიჯაჭვულობა, შემდეგ ეს იწვევს უძილობას, სტრესებს, დეპრესიას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ფიზიკური აქტივობის შემცირება, იმიტომ ბავშვებს ურჩევნიათ ეს მჯდომარე ცხოვრება ამ ლეპტოპებთან და
მობილურ ტელეფონებთან ნაკლებად ვარჯიშობენ, ნაკლებად გამოდიან გარეთ, ნაკლებად თამაშობენ, სეირნობენ და ეს მჯდომარე ცხოვრება კიდევ ესე იგი გარკვეულ ქრონიკულ დაავადებებს იწვევს და ბოლოს ეს იყო ზედმეტი მედიკამენტების მიღება, როგორც ეთყობა, ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის, არის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგეხსენებათ და ეს ემსახურება არა პაციენტის ინტერესებს, არამედ ფარმაკომპანიების ინტერესებს. მოგეხსენებათ, ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები და როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იღებს მედიკამენტებს, შესაძლებელია უმკურნალოს რაღაცა ერთ ორგანოს, მაგრამ ქრონიკულად დაიზიანოს სხვა ორგანო ან ორგანოთა სისტემა. და ბოლოსთვის მოვიტოვე ვაქცინების თემა. რობერტ კენედი თვლის, რომ ჯერჯერობით ძალიან ცოტა კვლევითი მასალები იმისათვის, რომ დაადგინოს პირდაპირი კავშირი ვაქცინებსა და სხვა ქრონიკულ დაავადებებს შორის, თუმცა ეს კვლევები გრძელდება. ოღონდ ხაზგასმით ამბობს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ექიმი ვალდებულია ბავშვის მშობელს აუხსნას ვაქცინის გვერდითი მოვლენები და მშობლისაგან მიიღოს ინფორმირებული თანხმობა, ანუ მშობელმა უნდა აწონოს ექიმთან ერთად რისკი და სარგებელი და ისე გაკეთდეს აცრა. 50-ვე შტატში გაცემულია უკვე ბრძანება და თუ აქამდე სკოლაში ბავშვს არ მიიღებდნენ, თუ მას არ ქონდა ჩატარებული გეგმიური აცრები, ეხლა უკვე ეს ვალდებულება აღარ არის. მე მგონი ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ებრძვის არა შედეგებს, არამედ პროგრამა, რომელიც მიზეზებზე გადის, აღმოფხრი მიზეზებს დაავადების, აღარ გექნება დაავადება. აქ მინდა მე ერთი რამ გავამარტო. ვინც არ იცის, ბევრმა არ იცის, რომ ტრამპმა მიიღო ესეთი პროგრამა. MAHA ქვია ინგლისურად. ანუ გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯამრთელი. ეს ვრცელდება ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკაზე და ჩვენ კონფერენციაზე, რომელიც ჩავატარეთ 12 აპრილს, როგორც მოგახსენეთ, მივიღეთ რეზოლუცია და შევუერთდით აი ამ პროგრამას. მივწერეთ თეთრ სახშიც ეს წინადადება, მივწერეთ MAHA-ს რეზიდენციაშიც და თვითონ კენედის სამინისტროშიც. და მივიღეთ იქიდან ძალიან დიდი მადლობის წერილი. ისინი მზად არიან, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან და აი ეს კენედის განცხადება, რომ ის თავაზობს სამთავრობო დონეზე მინისტრებს, რომ შეუერთენ, იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ და მოყვება ხელისუფლება თუ არა ამაში. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ ახლა უფრო მეტი ზურგი გვექნება, ესე ვთქვათ, გამაგრებული კენედისგან და ამერიკისგან, თუმცა მათი მხარდაჭერა პირადად მისი ორგანიზაციის ჩვენ დიდი ხანია უკვე გვაქვს. ეხლა მე მინდა მივცე სიტყვა ქალბატონ თინა გოლჩაძეს, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენთვის, რომელიც გაგვიმარტავს რა ხდება დღეს ჯანმო სამიცზე. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობა ტელეკომპანია ქართულს, რომ გვაძლევს საშუალებას ხმავი მივაწვდინოთ ხელისუფლებას ისევ და ისევ და ჯანდაცვის მინისტრს, იმ ქართულ დელეგაციას, რომელიც მონაწილეობს ამ 78 სესიაზე და რაც მთავარია, შეიძლება ითქვას, გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად ისევ და ბრმად პრაქტიკულად საქართველოს მიაქანებს, თუ შეიძლება ითქვას, იმ ხახანახირთა რიგებში, რომლებიც ყბა დაღებულნი და ჩამოკიდებული ჯანმოზე არ ფიქრობენ რა ელის ამ პანდემიური ხელშეკრულების და პანდემიური შეთანხმების ხარდაჭერის შემთხვევაში მათ ქვეყნებში, მათ საზოგადოებას და მოსახლეობას. არა და აქვე მინდა გითხრათ, რომ ის 11 ქვეყანა, რომელიც ვიცით, რომ თავშეკავების რეჟიმში გადავიდა და მხარი არ დაუჭირა და თავი შეიკავა ამ პანდემიური ხელშეკრულების მხარდაჭერისგან, აცნობიერებს რეალურ საშიშროებებს, რომელიც პრინციპში ჩვენმა დელეგაციამაც უნდა იცოდეს, უნდა გააზრებული ქონდეს და ჩვენ დღევანდელ, ასე ვთქვათ, მიმართვამდე არაერთი მიმართვა, როგორც უკვე თქვა ქალბატონმა თინამ, გავაკეთეთ სხვადასხვა ფორმით, დაჟინებით ვითხოვდით შეხვედრას, რამე თუ
ქართულ დელეგაციას იქ წასვლამდე და წაბრძანებამდე აქ უნდა ქონოდა კონსულტაციები სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და ერთად უნდა მომხდარიყო განხილვა ზუსტად იმ პუნქტების და საკითხების, რომლებსაც საფრთხეს ხედავენ ცალკეული ქვეყნები და რომლის გამოც რეალურად თავი შეიკავეს და შეიძლება ითქვას ღიად დატოვეს ჯერჯერობით ამ პანდემიური ხელშეკრულების მიღება. მინდა ტელემაყურებელმა გაიგოს, მე ეს ერთხელ უკვე გავაჟღერე ქართული ტივის ეთერიდან, რომ განსაკუთრებული საშიშროება, რომელიც ახლა თითქოს ამ ბოლო ვერსიაში შეალამაზა ჯანმომ, ჯერთი მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც 4 თუ 5 დღით ადრე დაურიგდათ ისე დელეგაციებს და გახდა მათთვის ცნობილი, მაშინ როცა სულ მცირე 6 კვირით ადრე უნდა ქონოდათ ეს პაკეტი სრული შესწავლისთვის, განხილვისთვის, რაც რა თქმა უნდა არ მოხდა და უკვე დარღვევა იყო ეს ძალიან სერიოზული ჯანმოს მხრიდან, რის გამოც ის კიდევ ერთხელ იმკის ამ უნდობლობას, მაგრამ თავარი საფრთხე, რომელსაც ძალიან წამყვანი ქვეყნები შეიძლება ითქვას მსოფლიოსი და ჩვენზე ბევრად უფრო გაცნობიერებულები ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს PEPS სისტემა, ანუ PABS სისტემა, რომელიც პათოგენებზე წვდომის და სარგებლის გაზიარების, ერთიანი გაზიარების სისტემას მოიცავს, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. მას გლობალური, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევენ. კარგად რომ გაიგოს ტელემაყურებელმა, ეს არის ის სისტემა, რომელიც პანდემიურ ხელშეკრულებაზე თანხმობის შემთხვევაში წევრ ქვეყნებს ავალდებულებს გამომწვევების პათოგენების და გენეტიკური მონაცემების გლობალურ სისტემაში გადაცემის ვალდებულებას. ეს კი ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და მათი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები აცნობიერებენ ამ დოკუმენტის შესწავლის საფუძველზე, ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ქვეყნებს. ჯერ ერთი რომ ბიოლოგიური უსაფრთხოების კუთხით, იმის გამო რომ თითოეულ ქვეყანაში არსებობს კანონი ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ეფუძნება თითოეულ ქვეყანაში არსებული ბიოლოგიური რესურსის სუვერენულ კონტროლს ამასთან მოვა წინააღმდეგობაში და პანდემიის თუ ინფექციური დაავადებების აფეთქების შემთხვევაში წევრი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან ეს ინფორმაცია გადასცენ გლობალურ სისტემას, რომელსაც ჯანმო, ასე ვთქვათ, წარმოადგენს და გამომდინარე კიდევ აქედან ერთმანეთის მიმართ მსოფლიოში მტრულად განწყობილი ქვეყნები შიშობენ, რომ იქნება დიდი რისკი ამ ინფორმაციების გაჟონვისა, არსებობს ეს უკვე რეალურად, რასაც ქვეყნები მტრულად განწყობილი ერთმანეთის მიმართ ამას გამოიყენებენ და იცით თქვენ ისედაც მსოფლიოში დღეს როცა ბიოლოგიური ომის ეპოქაში ცხოვრობთ, ძალიან დიდ საშიშროებას მოახდენს ეს და ჩვენ მით უმეტეს ბულგარიის მფლობელ ქვეყანაში ამაზე უნდა დავფიქრდეთ და დღეს როცა ქართული დელეგაცია ამ ყველაფრისგან გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად ვითომ და მიაქანებს, ასე ვთქვათ, ქვეყანას და არ იკავებს და არ დგება იმ ქვეყნების რიგებში, რომლებმაც თავი შეიკავეს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმება, რატომ გააკეთეს მაგალითად და არ შეიკავეს თავი, აი მე კითხვა მაქვს ჯანდაცვის მინისტრის და იგივე ქართული დელეგაციისადმი. რატომ არ შეიკავეთ თქვენს თავი? განა შესწავლილი ქონდათ ეს საკითხები, ეს პუნქტები, თუნდაც მეორე ძალიან აქტუალური საკითხი, რომლის გამოც ასევე განგაშტეხენ წევრი ქვეყნები და დელეგაციები, ეს არის მარეგულირებლის გავლენა სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების საკითხებში. ეს რომ კარგად გავიგოთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასევე მოიცავს იმ საშიშროებას, რომ თითოეულ ქვეყანაში პანდემიისა თუ საგანგებო ვითარების თუ არ ვიცი ინფექციურ დაავადებათა აფეთქების შემთხვევაში ჯანმო და მისი მარეგულირებლები მოახდენენ ისეთი სტანდარტების, ასე ვთქვათ, გამოყოფას, რომელსაც ვერ დააკმაყოფილებს თითოეულ ქვეყანაში მისი კანონმდებლობით დარეგულირებული, ასე ვთქვათ, მექანიზმი. შეუსაბამობაში მოვა და იძულებული გახდება ქვეყანა თავს მოხვეულ იმის გამო, რომ მისი სტანდარტი მის ქვეყანაში არსებულ სამედიცინო პროდუქციას, ეს იქნება მედიკამენტები, ვაქცინები, სამკურნალო მეთოდიკები თუ საშუალებები, ვერ იქნება სტანდარტულად, ვერ ჩაჯდება, ვერ მოვა შესაბამისობაში მარეგულირებლით განსაზღვრულ მექანიზმთან და იძულებული იქნება ბრმად დაემორჩილოს, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ პანდემიის პერიოდში რეალურად იმ არასწორი გზამკვლევებით, არასწორი არარაციონალური მკურნალობის მეთოდიკი და თავს მოხვეული პრაქტიკულად გამოუცდელი და შეუსწავლელი საფრთხის შემცველი და მომაკვდინებელი ვაქცინებით.
აქედან გამომდინარე, აი ეს ორი საკითხი, რომელიც აღელვებს ქვეყნებს და რომლის გამოც რეალურად ფებს სისტემაში იმ დანარჩი არსებული ცვლილებების შეტანამდე ღიად რჩება, თუ შეიძლება ითქვას, მაშინ როცა ვიხილეთ აგრეგაციამ როგორ ხარი დაუჭირა პრაქტიკულად და იმ 124 წევრ ქვეყანას გვერდში დაუდგა, როცა ეს ასე არ უნდა მომხდარიყო და მე მოუწოდებ ჩემს ხელისუფლებას მინისტრს, რომ იქნებ უფრო დაწვრილებით შეისწავლოს ეს პუნქტები, გაერკვეს ამ ყველაფერში და ელემენტარულად რაღაცა თავშეკავის რეჟიმში მაინც გადავიდეთ, ვიდრე ყველაფერს ნათელი მოეფინება. ეს საქმე იმაშია, რომ როცა შენ კანონმდებლობაზე ლაპარაკობ, აქ არის გასათვალისწინებელი ერთი რამ, რომ გლობალისტებს უნდა და აცხადებენ, რომ ასრა უნდა იყოს 100%-იანი, რაც მე ყველაზე უფრო მადარდებს. და თუ ამას ვერ გააკეთებს ქვეყანა ხელმომწერი აი ამ დოკუმენტებისა, მაშინ მან უნდა შეცვალოს თავისი კანონმდებლობა. ანუ ჩვენ აქამდე გვიცავდა ჩვენი კონსტიტუცია და ჯანდაცვის კანონი. იმიტომ რომ იქ წერია, რომ ნებისმიერი სამედიცინო манипуляცია არის ნებაყოფლობითი და არავინ არ მოგატყუოთ, რომ თქვენი შვილი აუცილებელი თუ იქნება, არ მიიღებენ სკოლაში, ან რამე შეზღუდვა იქნება კანონიერი მისი უფლებების ან თქვენი. ამიტომ არის საფრთხე აი აქ იმისი, რომ მოუწევს ქვეყანას თავისი კანონმდებლობის შეცვლა, რაც წერია აი ამ ორ დოკუმენტში. პირდაპირ იმპერატიულად უწერიათ და ქვეყანა იქნება ვალდებული შეასრულოს ჯანმოს დირექტორის პირდაპირ თქვათ ესე ნებისმიერი ხუსტური. და კიდევ ერთი ბევრი მიმტკიცებს იმას, რომ ვერ გააკეთებენ, რადგან გავიდა ამერიკა, გავიდა ჩინეთი, გავიდა რუსეთი. არ გასულა რუსეთმა თავი შეიკავა და ჩინეთმა პირიქით დააფინანსა და გამოყო 500 მილიარდი დოლარი ჯანმოს დაფინანსებაში. ანუ ამერიკამ რაც მოაკლო, იმან უფრო მეტი დაფინანსება გამოუყო ახლა. და ჯანმო როგორც ტრაპი ამბობს, დღესდღეობით ხდება ჩინეთის გავლენის ქვეშ. გავიხსენოთ რა ხდებოდა ჩინეთში იმ პანდემიის დროს და როგორ უნდა ჩინეთს მთელი თავის ქვეყნის და მთელი მსოფლიოს მართვა, აი როგორც მართავდა თავის ქვეყანას. და გახსოვთ რაც იყო და ყველაფერი იქნება დასჯადი, ყველაფერი იქნება არანებაყოფლობითი, ამის რეალური საშიშროება არის მეგობრებო ამ დოკუმენტის ხელმოწერით. აი ხა რაც შეეხება ადამიანის უფლებებს და რა მოყვება ამ დოკუმენტებს, ამისათვის ჩვენ გვყავს აქ ექსპერტი ბატონი ზაზა დავითაია, კარგად ცნობილი მოსახლეობისათვის, ჟურნალისტი, უფლებადამცველი და ექიმი. ბატონო ზაზა, ორი სიტყვით თუ შეიძლება რო გითხრათ, რა საფრთხეებს ხედავ შენ ამაში? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გაბატონო დინა ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის, მადლობა ქართულ ტელევიზიას ეთერის დათმობისთვის და იმ საფრთხეების საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობისთვის, რომელსაც ფაქტობრივად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობის, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებაშიც კი. უფლებრივი თვალსაზრისით რა გითხრათ, როგორ გაგახაროთ? ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი, განვითარებული სახელმწიფოს პრიორიტეტი ორ პოსტულატს ემყარება. ეს არის თავისუფლება და ეს არის დემოკრატია. ეს არის ის დოქტრინა, რომელზეც შენდება ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო, სადაც ადამიანები თავს კარგად და ბედნიერად უნდა გრძნობდნენ, ეიმედებოდეთ თავიანთი ხელისუფლება, ჰქონდეთ თავიანთი უფლებების განხორციელების გარანტია. დღეს, როდესაც უკვე დაიწყო რეალურად მსოფლიოში ის პროცესი ხალხ ბორკილის ხმამსხვრევისა, როდესაც გაისმა, როდესაც ერთპოლარული მსოფლიოს, ასე რომ ვთქვათ, არსებობას შეეყარა ძალიან დიდი ბზარი და რეალურად დაიწყო რამდენიმე პოლარული სამყაროს მშენებლობა, რაც გამორიცხავს დედამიწაზე ანტიქრისტეს გამეფებას. აი ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, როდესაც ის deep state-ის ერთ-ერთ მთავარ არტერიას ჯანმოს უმაგრებს თავისი დუმილით მხარს, ეს არის სრულიად გაუგებარი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც ამ მეორედ მოსვლის წინ უნდა გაბრწყინდეს, არადა პირიქით სამწუხაროდ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ რეალურად ანტიქრისტეს ბატონობას უწყობთ ხელს. ახლა მე მინდა ერთი წუთით მოდელირება გავაკეთო იმისი, რა შეიძლება მოხდეს, თუ კი ჯანმო იმ უფლებებს ჩაიგდებს ხელში, რისთვისაც ის იბრძვის.
ჩათვალეთ, რომ ადამიანის ყოველგვარი უფლება მოკვდება. ადამიანს არ ექნება თავისი არანაირი პირადი უფლება, არ ექნება არანაირი უფლება არც ხელისუფლებას, იმ შემთხვევაში თუ კი ჯანმოს მიენდობა ქვეყანა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანს პიროვნულად ექნება მიღებული, რომელიც ხელისუფლების პირადი, ასე რომ ვთქვათ, მოსაზრება იქნება, ჩაითვლება არასწორ ინფორმაციად და მის წინააღმდეგ გამუშავდება შესაბამისი მანქანა მის გასაბათილებლად, მის გასაჩერებლად და მის ჩასახშობად. სოფლიოში ფაქტობრივად ამოქმედდება ფაშიზმი თავისი ყველაზე უფრო ვერაგი, აქამდე არ ნახული და აქამდე არ გაგონილი ფორმებით. როდესაც ადამიანის ნებისმიერი მოსაზრება და თვით ხელისუფლების ნებისმიერი პოზიციაც კი ჩაითვლება არასწორ ინფორმაციად და ამოქმედება მთელი რიგი მანქანები მათ ჩასახშობად, თუ კი ეს მოსაზრებები და ეს მიმართულებები, ეს პოზიციები ეწინააღმდეგება ჯანმოს ოფიციალურ პოზიციებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანების იზოლებით ვაქცინაციაზე მიდგება საქმეში ჩაერთვება აქამდე ასმენელი და არ გაგონილი იძულების მეთოდები, როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური, მორალური და სხვადასხვა წნეხის იძულების ფორმების სახით. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჩვენი ერის, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე უფრო მთავარ ქრისტიანულ მისწრაფებებს, ქრისტიანულ პოზიციებს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი იმის სათქმელად, რომ საქართველოს მოსახლეობა ასეთ იძულებას არასოდეს არ შეეგუება. ასე რომ დღევანდელ ხელისუფლებას მართებს ამისი გათვალისწინება, მართებს იმის გათვალისწინება, რა მოყვება მომავალში იმ შემგებლობას, იმ დუმილს, რასაც ის დღეს ამჟღავნებს და როგორც მინიმუმ ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლებამ დაუბრუნოს რეფერენდუმის უფლება მაინც, რათა იმ შემთხვევაში თუ კი ხელისუფლება იქნება მოღალატური მოცემული მომენტისთვის და ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, რომ საქართველოს ბევრჯერ მართავდა მოღალატური ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობას დაარჩეს იმის შანსი, იმის შესაძლებლობა, რომ თავისი უფლებები რეფერენდუმის სახით მაინც გამოხატოს თუნდაც ხელისუფლების და ჯანმოს წინააღმდეგ. დიდი მადლობა. მე მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო. ყველას აინტერესებს დღესდღეობით მოხდა თუ არა ხელმოწერა აი ამ დოკუმენტზე. იქ ხდება ჯანმოში დღეს ძალიან უცნაური მოვლენები. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე პუნქტი, რომელშიც არ ეთანხმება ბევრი ქვეყანა, არის ღიად, აი ქალბატონ მათინამ ილაპარაკა კერძოდ აი ამ პათოგენების პუნქტებზე, ეს და კიდე რამდენიმე სხვა, რაც სუვერენიტეტთან არის დაკავშირებული და ემუქრება ქვეყნების სუვერენიტეტს, როგორც მათ ჩათვალეს. ამიტომ ეს ხელმოწერის საბოლოო ვარიანტი გადაიდო თითქოს 26 წლის სამიტისთვის. ნუ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია, მაგრამ არის ამის მცდელობა, რომ გადაიდოს. მაშინ ჯანმოს მესვეურებმა და დირექციამ შესთავაზა ნაწილობრივი მიღება. რაღაც უპრეცედენტო რაღაცაზეა ლაპარაკი, რას ქვია ნაწილობრივი მიღება, გაურკვეველია. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანას ისევე როგორც 124-ს აქვს განცხადებული თანხმობა. ანუ ფაქტიურად არის მიერთებული, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ დავრჩა კიდე ერთი შანსი, რომ არ მოვაწერო ხელი და გადავაფიქრებინოთ ამისთვის. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ძალისხმევა. თქვენ გვერდში უნდა დაგვიდგეთ ყველანი, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა. ეს არის რატიფიკაცია უნდა მოახდინოს ამ დოკუმენტის ჩვენმა პარლამენტმა. აი სანამ მოხდება რატიფიკაცია, მანამდე არის გააქტიურება საჭირო და არის აუცილებელი ჩვენ ვეცდებით, რომ მაინც შეხვდეთ, დავარწმუნოთ და თუ არა და მერე ვიფიქროთ, როგორ შეიძლება აი ამისგან თავის დაცვა, იმიტომ რომ ამისგან თავის დაცვა არის ჩვენი სასიცოცხლო აუცილებლობა. მე კიდე მინდა ბატონო ზურა გთხოვო, წაიკითხო კენედის მიმართვა, ზუსტად მისი სიტყვებით, აი ეს წერილი, რომელიც მოგვივიდა და ამითი დავამთავრო ჩვენი გადაცემა. კი ბატონო. აი ამ მოწოდებით. აი ახლა მე წავიკითხავ ზუსტად რაც ისაუბრა კენედიმ მისი სიტყვებით. რითიც მიმართა ჯანმოს სამიტს.
დიახ, რითიც მიმართა. ესე იგი, ის მიმართავს შემდეგნაირად. ჯანმოს დაავიწყდა, რომ ის ვალდებულია ემსახუროს ადამიანებს და არა კორპორაციებს. აშშ არ მიიღებს მონაწილეობას მის თამაშებში. ჩვენ გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომლებიც მოემსახურება ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მიმართავ ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს შემოგვიერთდნენ და ერთად ვიზრუნოთ ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული მტრული ფარმაკომაგნატების გავლენებისგან. ჯანმომ არათუ არ გაატარა თავისი რეფორმები, მან არც კი აღიარა ის შეცდომები, რაც COVID პანდემიის დროს დაუშვა. ჯანმო ძალიან არის მოქცეული ჩინეთის გავლენის ქვეშ, რაც დადასტურდა COVID-19 პანდემიის პერიოდში. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა ქვეყანასთან. აი, ეს იყო ზუსტი ტექსტი, სიტყვასიტყვით, რაც წარმოთქვა რობერტ კენედიმ და მიმართა ამით ყველა მთავრობებს. ეს არის ხელის გამოწვდა, ეს არის მოწოდება, რომ გავერთიანდეთ და ჩვენ გვიდგას ორი პერსპექტივა. ერთი ეს არის კენედის რეფორმები, რომლებიც თქვენ ახლა წაიკითხეთ, რაშიც გამოიხატება და მეორე ეს არის ჯანმო, ანუ ის თედროსი, თავის დირექტორი, გლობალისტებით, ბილ გეიტსით, რომლებიც მის უკან დგანან და აღარ უკან არ არის დამალული ეს ინფორმაცია. არჩევანი უნდა გააკეთოს ჩვენმა მთავრობამ. ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და გააკეთა სწორი არჩევანი. არა ჯანმოს, ეს არის ნებისმიერი ქართველის და ნებისმიერი ცხოვრების კრედო. არავის აღარ უნდა ჯანმო, არავის აღარ უნდა ჩაკეტვები, არავის არ გვსურს ძალადობრივი აცრები და ყველას გვინდა ნორმალური, წყნარი, მშვიდი ცხოვრება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედია, რომ ვიმეორებ თუ კი ვინმე გულშემატკივარი დარჩა ამ ხელისუფლებას, რომელიც უყურებს დღეს ამ გადაცემას, ძალიან თქოთ მიაწოდოთ მათ ეს გადაცემა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ თემებზეა ლაპარაკი და ეს მათ ინტერესებშია პირველ რიგში. ჩვენ არა ვართ ოპოზიციაში, ჩვენ გვინდა რომ დავეხმაროთ ჩვენს ხელისუფლებას იმაში, რომ მივცეთ შანსი დაიცვას თავისი მოსახლეობა ბიოლოგიური და რა ქვია ამას, ქიმიური ტერორისაგან. ყველანაირი ტერორია. ის რა ჩვენ გამოვიარეთ, არის ამის წინაპირობა. და როგორც ბილ გეიტსი გვპირდება, იმ შეცდომებს, რომლებიც უკვე დაუშვეს მათ COVID ფაშიზმის დროს, ისინი აღარ გაიმეორებენ. შესაძლებელია, რომ ეს დღევანდელი გადაცემა იყო ჩვენი ბოლო გამოსვლა, იმიტომ რომ რაც შეეხება აი ამ ჯანმოს და გაეროს რეზოლუციასაც, რომლებიც მიიღეს და თანხმედრიაში ერთმანეთთან, ყველა ინფორმაცია, რომელიც არ მოაწყობს ჯანმოს დირექტორს, ჩაითვლება დეზინფორმაციად. იქნება დასჯადი და შეიძლება ხვალ უკვე ლაპარაკი იყოს ყველა ჩვენთაგანის დაჭერაზე. ამიტომ ჩვენ არ გემშვიდობებით, იმედია, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ამის პერსპექტივა მეგობრებო არის. და ნუ გონიათ, რომ თქვენ ქუჩაში შეძლებთ გამოსვლას და მიტინგობას, ესეც გამორიცხულია, იმიტომ რომ მიღებულია ახალი კანონი ამის წინააღმდეგ. ამაზე ცალკე გადაცემას გააკეთებს ვინმე ალბათ და თუ არა და მოიკითხეთ რა კანონებია მიღებული. და ეს არ ეხება მარტო ნაციონალურ მოძრაობას, ისინი მაინც აგრძელებენ, მათ პატრონები ყავთ და თქვენ ქუჩაში გამოსვლას ვინც ფიქრობთ, რომ თავს დაიცავთ, თქვენ პატრონი არ აყავთ, ესეც გაითვალისწინეთ და არავინ არ გადაიხდის თქვენ 5000 ლარიან ჯარიმებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და იმედია გაითვალისწინებთ, რასაც ჩვენ აქ ლაპარაკობთ და ხელისუფლებამდე მიიტან და ისინიც გაითვალისწინებენ. ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. და თუ გინდათ მართალი გითხრა, ჩვენ მარტო ღმერთის იმედი გვაქვს, მაგრამ ღმერთმა რა თქვა, ხელი გაანძრიეო. ჩვენც ვცდილობთ რომ ხელი გამანძრიოთ. ამიტომ გაანძრიეთ ხელი და გაანძრიეთ ტვინი. კარგად იყავით.